მოგესალმებით მეგობრებო. პირველ რიგში გაგაცნობთ არხის კონტენტს, თქვენ უყურებთ მე იარაღის არხს, სადაც გაეცნობით იარაღზე დამატებითი დეტალების დაყენებას, საოპტიკის დაყენებას, დამხმარე დეტალების დაყენებას და ასე შემდეგ. იარაღზე რაც დგება ნებისმიერი დეტალის სწორად დაყენებას, სწორად მოხსნას, ისე რომ თქვენი იარაღი არ გააფუჭოთ და არ დააზიანოთ. ასევე გვექნება სხვადასხვა იარაღის დეტალების განხილვა. ეხლა ამ ვიდეო ჩაწერას არ ვაპირებდი. საოცრად მეგობრებო მთხოვა იარაღის წინა ფეხების გაკეთება და მინდა რომ თან განახოთ, თან ეჩქარება და თან კიდე ვიდეოც ჩავწერე, ასე რომ აგიხსნით ახლა რაში არის საქმე, რა პრობლემა ქონდა თვითონ მეპატრონეს ამ ფეხებთან, რა გავუკეთეთ ჩვენ და შემდეგ გაჩვენებთ უკვე რეალობაში რა გამოვიდა. აუცილებლად ყველა ჩემ ვიდეოს თან დაერქვა როგორც იარაღის დეტალების განხილვა და დამატებითი ეს ფეხები იქნება, ოპტიკა იქნება, წინასახელური იქნება, რემენი იქნება თუ ნებისმიერი დამატებითი დეტალის მოხსნა, დაყენება, შეცვლა, ასევე ამასთან ერთად ყოველთვის თან იქნება დართული ამ დეტალების პრაქტიკაში გამოცდა, რამდენად სასარგებლოა და რამდენად ეფექტურია ამის დაყენება იარაღისთვის. მეტწილად, რავი, მე მგონი გასაგები უნდა იყოს ჩვენი კონტენტის შინაარსი. ეხლა ვისაუბროთ აკუტაკ ზექვია ამ ფეხებს, საკმაოდ ძვირიანი ბრენდია, თვითონ ეს მოდელი საკმაოდ ძვირიანია და პრობლემა აქვს ამის მეპატრონეს ის, რომ შორ მაძინზე როცა გადავიდა უკვე სროლაზე აღარ ყოფნის ამ ფეხების გაშლა. აი არ ყოფნის ეს მანძილი რა. მოგეხსენებათ რომ საქართველოს მთაგორიანი ქვეყანაა, ამიტომ გრადუსზე ხშირად გვიწევს რომ ვისვრით ყოველ გრადუსზე რა, გვიწევს გრადუსზე სროლა. რას ნიშნავს გრადუსზე სროლა? წინ არის მთა, რომელიც მაღალი გრადუსზე არის დახრილი და ხანდახან საჭიროა რომ ცოტა მაღალ რაღაცაზე დავდოთ იარაღი, კომფორტულად მოვიგოთ რა, ეს ფეხები რეალურად იმისთვის არის, რომ იარაღი კომფორტულად მოვიგოთ და მეპატრონემ ვერ მოიგო და მთხოვა იქნება რაღაცა მოუფიქრო. ერთი შეხედვით მინდოდა ჯერ ამ დეტალების გაცხელება და გრადუსში შეცვლა, რომელიც გაასწორებდა ცოტა ოდნავ გაასწორებდა ამ ფეხებს და მე თავიდან შეიღებებოდა ეს უკვე და გამოვიდოდა ნორმალური, მაგრამ ესე უხეშ ჩარევას მოვედიდე, ამიტომ დავამზადე ესეთი გადამყვანები, რომელიც არც ძირითად კონსტრუქციას არ დაარღვევს და თან კიდე წესით სიმაღლე უნდა შეცვალოს რა, მოუმატოს, გაზარდოს. ეხლა ამას დავაყენებ და გავზომოთ რამდენით გაიზრდება ჩვენი ფეხების სიმაღლე, ჯერ ის გავზომოთ რამდენია და შემდეგ ის გავზომოთ რამდენით მოიმატებს. ესე იგი
დაკეცილ მდგომარეობაში ჩვენი ფეხის სიმაღლე იარაღიდან მიწამდე გვაქვს 15 სანტიმეტრი ნახევარი. გაშლილ მდგომარეობაში ნახოთ ახლა რამდენი გვაქვს. ესე იგი, გაშლილ მდგომარეობაში გვაქვს დაახლოებით 19 სანტიმეტრი ნახევარი. ამაზე მეტი ეს აღარ იშლება. მოდი ახლა ვნახოთ რაც ჩვენი აკეთებული მოფიქრებულის შედეგი რა იქნება. ძალიან მარტივი. ყველანაირი უხეში ჩარევის გარეშე აი ესეთი დაგრძელება გამოგვივიდა. ეხლა ესენი რეზბები ამაზე ახალი მოჭრილია. ვინც იცის ახლა ამ სფეროში ასე თუ ისე იყო, თავიდან ცოტა დაჭერა უჭირს. მაგრამ დროთა განმავლობაში მოჯდება და ნორმალურად იქნება. აი ესეთი დაკეცილ მდგომარეობაში უკვე ამ ფეხების. ხო, ნუ ეხლა ეს ალუმინის ფერია და სავარაუდოდ როგორც მე პატრონეს უნდა ან შეუღებაო ამ სტაფილოსფეროში რაც ძირითადი ფერია ეფექტური ან შავად ჩაშავებას გავუკეთებ ამ ფეხებს. ეს გემოვნების ამბავია უკვე, მაგრამ თავარია სიმაღლე. უკვე დაკეცილ მდგომარეობაში ეს ფეხები იგივე 19 სანტიმეტრი ნახევარი გამოვიდა და გაშლილ მდგომარეობაში რა სხვაობაც ქონდა ჩვენ წეღან 15 სანტიმეტრი ნახევრიდან 19 სანტიმეტრი ნახევრამდე 4 სანტიმეტრი იგივე შედეგს მოგცემს უკვე გაშლის მდგომარეობაში. რავი, კი დიდი გამოდის, ცოტა შესახედავად მაღალია, მაგრამ დამიჯერეთ ახლა დიდი ზომის ადამიანისთვის და სოლელისთვის, რომელიც იარაღს ვერ ირგებს, აღარ აკვირდება უკვე ამის სილამაზეს ასე თუ ისე და ესთეტიკას უბრალოდ იმისთვის აუცილებელია, რომ იარაღი კომფორტულად მოირგოს. ეს თუ იმეს რამეში გამოგადგებათ ესეთი მოფიქრებული კონსტრუქცია მომწერეთ, დამიკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი. რავი, მივიღებ ყველანაირ კომენტარს, ყველანაირ რეალობასთან ახლო კომენტარს ახლა. რაც ამ სფეროს ეხება. დაალაიქეთ ვიდეო, გააზიარეთ და სულ მალე შემოგიერთდებით უფრო დიდი ვიდეოებით, უფრო საინტერესო ვიდეოებით. და მადლობა ჩემ გამომწერებს, ვისაც უკვე გამოწერილი აქვს არხი. გემშვიდობებით. კარგად იყავით.